დღეს, როდესაც ბევრი პლატფორმა კონტროლდება ან ბლოკება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კომუნიკაცია შესაძლებელია უსაფრთხოდ, ანონიმურად და დაცულადაც. თუ ცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ისეთი დაშიფრული არხები, მაგალითად, როგორც არის სიგნალი, დაშიფრული შეტყობინებებისათვის, პროგრამა, რომელიც გვიცავს ტრაფიკის თვალთვალისაგან, დაშიფრული მეილი. ზოგს გონია, რომ AI არის რაღაც გენერატორი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ChatGPT და სხვა მსგავსი პლატფორმები გვეხმარება ისეთი სისტემების მოძიებაში და განხორციელებაში, მაგალითად, როგორიც არის მოვიძოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ აუდიო და ციფრული მასალები, შევქმნათ პოდკასტები, ქარტები და ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა პლატფორმები. აუცილებელი არ არის პოდკასტის შესაქმნელად სპეციალური სტუდია. შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ თვითონაც, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი პლატფორმა. ხმის ჩაწერა შეგვიძლია მობილურითაც, კოდის ჩაწერისათვის და გვეხმარება ChatGPT, რის შემდეგაც შეგვიძლია ავაწყოთ პოდკასტი. ამისათვის შეგვიძლია განფასვათაც მივიღოთ ეს ყველაფერი და გამოვიყენოთ პლატფორმები, რომელიც ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს ამის საშუალებას. და რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, სანამ რამეს გავაზიარებთ, ვიყოთ ფრთხილად, რადგან საფრთხეს ხომ არ უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. გამოიყენე VPN-ი, დაეუფლე ციფრული უსაფრთხოების საფუძვლებს და ფეხი აუწყე მომავალს, რადგან მომავლის განვითარება ისეთი სტანდარტებით მიმდინარეობს, რომ აუცილებელია ვიცოდეთ ყველა ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებები, რომლებიც დღესდღეობით ინერგება. ეს არ ნიშნავს შიშს, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას.